დღის სტუმარი. შვედღმშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. 13 და 14 წუთი შესრულდა ფოლკ რადიოს დროით. მე მარი ხუნდაძე გახლავართ და ეს ის დროა, როდესაც დღის სტუმარს მასპინძლობთ, აქვე რა თქმა უნდა, შეგახსენებთ თემას, რომლის ირგვლივაც ვისაუბრებთ ამ დროის განმავლობაში. რუსთაველის თეატრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ და სახელოვნებო პროექტს სახელწოდებით სტურვა შექსპირი პროექტი. უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება. სწორედ ამ და კიდევ ძალიან საინტერესო პროექტებთან და პროგრამებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ დღეს. ჩემი სტუმარი გახლავთ პროექტის ავტორი და მოდერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი, საგანმანათლებლო სამეცნიერო საკითხებში ბატონი დავით მაზიაშვილი. მოგესალმებით დავით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. და სანამ ასე ვთქვათ, კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავალთ, მე მინდა მსმენელს შევახსენო ტელეფონის ნომერი 299 შეგვიძლიათ დაგვირეკოთ ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში და დაუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს, თუ გაგიჩნდებათ რაიმე ტიპის შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ტელეფონის ნომერი გახლავთ კიდევ ერთხელ კეთყვით 299 დაგვირეკეთ და თქვენს გახდით გადაცემის მონაწილე. სანამ ვისაუბრებთ ამ კონკრეტულ პროექტზე, რომლის შესახებაც მე 1-2 სიტყვით თქვი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მინდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ ვისაუბროთ. ეს გახლავთ საუბრები თავისუფლებაზე, ასე ქვია ამ პროექტს და იქნებ გითხრათ ზოგადად ამ პროექტის მიზნის შესახებ. პროექტი უკვე განხორციელდა, როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა და რა იყო მიზანი კონკრეტული, ასე ვთქვათ, ამ პროგრამისა. ხო, ზოგადად თავისუფლება და ადამიანის ფიქრები თავისუფლებაზე მრავალმხრივ შეიძლება გაუშალოთ და მრავალმხრივ მოხდა ამის რეალიზება. შემოქმედებითად იქნება თეატრში, იქნება თქვათ აზრობრივ სივრცეში, იქნება ლიტერატურაში, იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში თავისუფლებაზე ძალიან ხშირად საუბრობენ, ძალიან ბევრს საუბრობენ, მათ შორის საუბრობენ უნივერსიტეტებში, საუბრობენ აუდიტორიებში, საუბრობენ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სივრცეებში. ამიტომ ამ პროექტმა ერთგვარი ამ სივრცეთა დაახლოება მოახდინა. უნდა აღინიშნოს უპირველეს ყოვლისა, რომ ეს პროექტი განხორციელდა რუსთაველის თეატრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ერთობლივად და შესაბამისად ეს პროექტი ითვალისწინებდა ორ რამეს. პირველი, ორი ნაწილისგან შედგებოდა ეს პროექტი. პირველი ეს იყო ყველა დაინტერესებული ადამიანი და განსაკუთრებით ის სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ დისკუსიაში არიან ჩართული, თუ რა არის თავისუფლება, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თავისუფლებისადმი, საერთოდ არსებობს კი თავისუფლება, თუ არსებობს, როგორგვარი არსებობს. აი ზუსტად აი ამ სტუდენტებისთვის, რომლებიც აი ამ ყველაფრის ძიებაში არიან, რუსთაველის თეატრის ფოიეში მოეწყო გამოფენა, რომელშიც ძალიან ნათლად იყო წარმოჩენილი ერთი რამ, რუსთაველის თეატრი მუდმივად ისწრაფოდა თავისუფლების იდეისთვის. ის მუდმივად ისწრაფოდა თავისუფლების იდეისთვის არა მხოლოდ სახელოვნებო თეატრალურ სამყაროში, არამედ ზოგადად ადამიანისთვის, ინდივიდის თავისუფლებას. და ის სპექტაკლები, რომელიც დადგმულა რუსთაველის თეატრში და რომელზეც ძალიან უხვად რუსთაველის თეატრის მუზეუმში არსებობს ძალიან საინტერესო მასალა. ხომ ეს მასალები გამოიფინა, ეს იყო ფოტო, მაკეტები, კოსტიუმები და ასე შემდეგ, რომელიც ასახავდა ყველა იმ განსახიერებული სპექტაკლის და დადგმული სპექტაკლის ესე ვთქვათ, ისტორიას, რომელიც შექმნა რუსთაველის თეატრში და რომელიც შეეხებოდა თავისუფლებას, თავისუფლების მრავალ მხრივ გაგებას. შემდეგ უკვე ეს ვთქვათ, პირველი შტაბეჭდილების შემდეგ უკვე ეს ყველა მოსული სტუმარი და ახალგაზრდა შემოდიოდნენ დარბაზში, სადაც უკვე მოწვეულ სტუმრებთან კონკრეტულ უფრო იდეურ ანალიზთან და საუბრებთან იყო საკითხი. ხა აქ შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს რა შუაშია თეატრი, ხო? მაგრამ თეატრში და სპექტაკლში გაუჩნდეს ესეთი აზრი, რომ აქ თეატრში რა შუაშია საუბარი და ეს ინტელექტუალური დიალოგი. ზუსტად თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ის იდეები, რომელსაც ემსახურება თეატრი და ერთ-ერთი მთავარი იდეა ეს არის თავისუფლება, ამის სწორი გაგება უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ამის დანახვა უნდა მოხდეს
როდესაც რეჟისორი ამას ეუბნება მაყურებელს. თუ ეს მაყურებელმა ვერ გაიგო, ხო, მაშინ ესე ვთქვათ, აზრი არ აქვს ამ რეჟისორის ამ მსახიობის იმხელა შრომას და იმხელა ნიჭის, ესე ვთქვათ, გადმოსვლას, რომ ამიტომ თვითონ ახალგაზრდამაც უნდა გაიგოს ის იდეა, რომელიც იქიდან მოდის და შესაბამისად აქტიურად ცნობიერების ამაღლებას უცხო სულიერების განვითარება, ინტელექტუალური დახვეწილობა და საერთოდ ის, რასაც ზოგადად რუსთაველის თეატრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ემსახურებენ, ეს ორი დიდი ტაძარი, მოდით. გადაჭარბებაც არ იქნება, ეს მართლა ესეა, ჩვენ ერთი ქართულ კულტურაში, მეორე ქართულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში, ხო? და შემდეგ, რომ გავაგრძელოთ საუბარი, ამ დიალოგი და საუბარი გულისხმობდა უკვე კონკრეტულ სტუმართან კონკრეტული კითხვის დასმას. აი ხა მაგალითად პირველი სტუმარი იყო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი, რომელიც არის ფსიქოლოგი პროფესიით და შესაბამისად ის ფსიქოლოგიურ ანალიზს ახდენდა იმის შესახებ თუ რა არის თავისუფლება. ეხლა ამის გააზრება თეატრალურ კონტექსტში, ანუ რეალურად რო წარმოვიდგინოთ, როდესაც ჩვენ წინაშე მაგალითად რიჩარდ მესამე გამოდის, რომლის პირველი ესე ვთქვათ სცენა არის ის, რომ ის უმხელს მაყურებელს იმ ფიქრებს, რომელსაც და იმ განზრახვებს, რომელსაც ის აპირებს, რომ დაატრიალოს, შეიძლება ასე ვთქვათ. აქ უკვე ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე, ჩვენ კონკრეტული მონარქიის, უბრალოდ ადამიანის, რომელსაც უნდა გახდეს მეფე, რომელსაც უნდა გახდეს ძალაუფლებაში, რომელსაც ძალაუფლების წყურვილით არის შეპყრობილი, ამის კონკრეტულ ფსიქოლოგიაზე საუბარი. ამიტომ ეს თავისუფლების ფსიქოლოგიური ანალიზი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან, ასე ვთქვათ, კმაყოფილები წავიდნენ ის ადამიანები, რომლებიც და სტუდენტები, რომლებიც იყვნენ მოსული. მეორე სტუმარი კი იყო ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი და ის საუბრობა უკვე თავისუფლების ფილოსოფიური ასპექტების შესახებ და ამანაც ძალიან ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ამ ცნების, ასე ვთქვათ, ყველანაირ ჭრილში განხილვა მოხდა პროგრამაში. ეს არის, ეს პროექტი ამ ორი დღით არ შემოიფარგლება. ეს პროექტი ერთგვარად გაჩერდა, იმიტომ რომ მომდენო პროექტი იწყებოდა და ეს პროექტი იყო უკვე შექსპირის დაბადებიდან 450 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც უნივერსიტეტის შექსპირის შესწავლილი სამეცნიერო კვლევის ცენტრთან ერთად ესე ვთქვათ, ერთობლივად შედგა და პირველი ორი დღე სამუშაო სესიები მიმდინარეობდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ხოლო უკვე დასკვნითი დახურვა ამ კონფერენციის გაიმართა რუსთაველის თეატრში, სადაც მოეწყო უზარმაზარი გამოფენა. ჩვენ რუსთაველის თეატრის მუზეუმში არის დაცული ფანტასტიკური მასალა, რომელიც ასახავს შეიძლება იქნას ქართული შექსპირიანას, თეატრალური შექსპირიანას, თელს ისტორიას, თამამად შეიძლება ესეც ითქვას, სადაც ჩამოსულ არა მხოლოდ ადგილობრივი, თქვათ, ქართველი მეცნიერები, რომლებიც შექსპირის შემოქმედება სხვადასხვა კუთხით შეისწავლიან, ხო, არამედ უცხოელი მეცნიერებისთვის ეს იყო ძალიან, ესე ვთქვათ, აღმოჩენა. ესე იგი, რამხელა ტრადიცია გაგაჩნია თქვენ თეატრალურ კულტურაში, ნუ ჯერ ერთი მოისმინეს როგორი კვლევითი და თქვათ სამეცნიერო და აკადემიური სამყარო არსებობს საქართველოში და მეორე მხრივ ხელოვნებაში და თეატრში ამის, ესე ვთქვათ, გამოვლენა ნახეს, არა მხოლოდ თანამედროვე დადგმები, არამედ ესე ვთქვათ, ისტორიაც. და ამის შემდეგ მოხდა უკვე რობერტ ტურუას, რა ქვია, ქარიშხლის ჩვენება, რომელიც მან მოსკოვში დადგა და ეს ერთგვარი ერთ-ერთი რობერტ ტურუას ერთ-ერთი ბოლო შექსპირული დადგმა, მას მერე მან კიდევ დადგა შეცდომათა კომედია, თუმცა ამ შემთხვევაში ვარჩიეთ, რომ გვეჩვენებინა ქარიშხალი და ამას, ნუ რა თქმა უნდა, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩამოსული სტუმრების და მეცნიერების. გასაგებია, რადგან სამეცნიერო კონფერენცია ახსენეთ, იქნებ გითხრათ, თქვათ, რამდენიმე სიტყვით კონკრეტულად რა საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება კონფერენციების ფარგლებში. ეს იყო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ზოგადად თანამედროვე რეალობაში ყველა დარგი, მეცნიერების დარგი, ხელოვნების დარგი უკვე თავს იყრის რაღაც ერთ ადგილას. ანუ ისინი ცდილობენ ერთმანეთის, თქვათ, ინტერესები გადაკვეთონ. და თეატრი ამის ფანტასტიკური საშუალება არის. თეატრში არის ყველაფერი. თეატრი არ არის მხოლოდ რაღაც სპექტაკლი, ამ სპექტაკლში არის ყველაფერი. ამ სპექტაკლში არის სიტყვა, ამ სპექტაკლში არის იდეა, ამ სპექტაკლში არის აზრი და ამ სპექტაკლში არის ესთეტიკა, ამ სპექტაკლში არის მუსიკა, მხატვრობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს კონფერენციაც იყო, ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინარული. აქ იყო შექსპირი კინოში, შექსპირი თეატრში, შექსპირი ქართულ კულტურაში, შექსპირი თანამედროვე ლიტერატურა, შექსპირის გავლენა თანამედროვე ლიტერატურაზე, შექსპირის გავლენა თანამედროვე დრამატურგიაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ შექსპირის სცენოგრაფიაზე და ასე შემდეგ. როგორ მოხდა ამის
ვთქვათ, გამოსახვა, ისცენირება და ასე შემდეგ და ასე. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი. ეს არის მაინტერესებს არის თუ არა თქვათ სტუდენტების კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ეს პროექტი თუ მოიცავს თქვათ როგორც ბაკალავრიატის სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურის, დოქტორანტურის ყველას აქვს თუ არა თქვათ საშუალება მონაწილეობა მიიღოს და ჩაერთოს ამ პროექტში და არის თუ არა ყველა ამ ტიპის სტუდენტებისთვის საინტერესო ეს პროექტი. აი ხა ინოვაცია ამ პროექტების გულისხმობს იმაში, რომ ეს ყველა პროექტი არის კონკრეტულ ესე ვთქვათ ჯგუფებზეც გათვლილი. ანუ ეს არ არის მხოლოდ ვიწრო ჯგუფზე გათვლილი, მაგრამ ამავდროულად არის კიდეც გათვლილი რა. მაგალითად ამ თავისუფლების იდეის გარშემო ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე სტუდენტები სწავლობენ არა მხოლოდ ინგლისური ლიტერატურის ისტორიას, არამედ ზოგადად დასავლეთ ევროპული ლიტერატურის ისტორიას, ხო? და სად და იქ არის ზუსტად თავისუფლებაზე ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, იდეები, ძალიან ბევრი გამოვლენა თავისუფლების, ხო? და აქედან გამომდინარე, ამ სწავლების პარალელურად ერთვება ეს, რა ქვია, დისკუსია. და ეს დისკუსია იმართება სად იმართება? ეს არის რუსთაველის თეატრი, სადაც რომელიც ამავდროულად პარალელურად ამ დისკუსიაში იმყოფება. ოღონდ იმყოფება თეატრალურ ხელოვნებით. კი, ანუ ერთ-ერთი მონაწილე არის ამ შემთხვევაში. სტუდენტი ხვდება, რომ თავისუფლებას არ არის მხოლოდ მაგალითად ლიტერატურაში, ან არ არის თავისუფლება მხოლოდ, რა ქვია, ფილოსოფიაში, ან ასე ხვდება, რომ თავისუფლება შეიძლება ყველგან იპოვოს. და ზუსტად აი მრავალ ვარიანტში ირჩევს უკვე მისთვის საუკეთესო თავისუფლებას, მისთვის საუკეთესო დეფინიციას თავისუფლების და მე ვფიქრობ და რომ თავისუფლება ეს სისტემა, რომელიც აერთიანებს ამ შემთხვევაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეძებს თავისუფლებას და ყველა იმ შემოქმედს, ყველა იმ მოაზროვნებს და ყველა იმ მაძიებს კი ბატონო. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო პროექტია, ნამდვილად კარგი იქნება თუ გაგრძელდება და როგორც უკვე ბრძანეთ. კი, ეს უნდა აღვნიშნო, რომ თავისუფლებაზე, საუბრები თავისუფლებაზე არ დასრულებულა და ეს იქნება რაღაც რეგულარულად. ანუ ეს ისეთი რამეა სხვადასხვა კუთხით, თუ იყო ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური, შემდეგ იქნება უკვე მაგალითად თავისუფლება რელიგიაში როგორ არის, შემდეგ იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ამას გაგრძელდება აუცილებლად ეს არის ერთგვარი სახელოვნებო, ანალიზური, ანალიტიკური სივრცე, სადაც შეიძლება რომ შეიკრიბონ ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ თეატრი, რომლებიც ხედავენ თეატრში თავისუფლებას, რომლებიც ხედავენ შემოქმედებაში თავისუფლებას და ამავდროულად იაზრებენ ამ თავისუფლებას. კი ბატონო, ნამდვილად საინტერესოა ეს ყველაფერი და მოდით გადავიდეთ შემდეგ პროექტზე, რომლის შესახებაც ჩვენ დავანონსეთ გადაცემის დასაწყისში, სტურუას შექსპირი, ასე ქვია ამ პროგრამას სახელწოდებიდან უკვე საინტერესო ჩანს ეს პროექტი და იქნებ გითხრათ უფრო დეტალურად თქვა. ჯერ პირველ რიგში მოდით გითხარით, რადგან თავად ხართ იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი ამ პროექტისა, როგორ გაჩნდა და როდის ეს იდეა და შემდეგ უკვე როგორ შეესხაბრთ ამ ყველაფერს. ხო, ნუ ეს იდეა, ეს პროექტი ნამდვილად არ არის, ესე ვთქვათ, პრემიერა არ არის ამ პროექტი, შეიძლება ესე ითქვას. შაშან ჩატარდა ეს პროექტი სახელწოდებით 4 დღე სტურუას შექსპირის სამყაროში. და ეს პროექტი გაიმართა რობერტ სტურუას თეატრ ფაბრიკაში, სადაც ცნობილი მარია კალასი დაიდგა მისი სპექტაკლი. და ზუსტად აი ამ რეპეტიციების პარალელურად ეს პროექტი, ესე ვთქვათ, მიმდინარეობდა. ბატონი რობიკო ასრულებდა წვეთდა რეპეტიციას, ჩვენ ვთქვათ, პროექტით შევდიოდით შემდეგ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი რუსთაველის თეატრის ორგანიზებითაც იყო, შაშან. და ეს პროექტი გულისხმობდა 4 დღეს. ნუ ესე იგი, 3 კომპონენტად იყოფა ერთი დღე. ესე იგი, გამოფენა, საუბრები, ვიდეო ჩვენება. ყველა მოსული სტუმარი, ხო, აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს პროექტის მიმდინარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში შექსპირის შემოქმედების შესწავლის პარალელურად. ანუ სტუდენტები, რომლებიც კითხულობენ შექსპირის შემოქმედებას და სწავლობენ, ისინი პარალელურად ხედავენ შექსპირს უკვე სცენაზე და ნუ ვის უნდა მივმართოთ საქართველოში, როდესაც შექსპირზეა საუბარი, თუ არა რობერტ სტურუას და ჩვენ აი ეს იდეა მივაწოდე მე და რა თქმა უნდა ძალიან
ყველანაირად ხელი შეგვიწყო იმისთვის, რომ ეს ვიდეო განხორციელებინათ და თანაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო გახდება სწავლება და მრავალფეროვანი. პირველი დღე იყო რიჩარდ მესამე. გამოფენა იყო რუსთაველის თეატრის, უდიდესი სპექტაკლის, ესე ვთქვათ, გარშემო არსებული მთელი ის მასალები, შემდეგ იყო საუბრები იყო, საუბარი იყო ბატონ დიალოგი ბატონ რობერტ სტურუასთან. ის თვითონ ხსნიდა იმ, თქვა, ძალიან საინტერესო ეპიზოდებს, სცენებს, თუ როგორ დაიდგა ეს სპექტაკლი და ასე შემდეგ რა იდეები გაატარა, რის შემდეგაც უკვე სტუდენტები ნახულობდნენ რიჩარდ მესამეს. ეს ერთგვარად კიდე გულისხმობს იმას, რომ შექსპირის შესწავლის პარალელურად, ხო, თეატრი ხდება პოპულარული. ანუ ის სტუდენტი, რომელიც სწავლობს და კითხულობს, ხო, ხვდება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოს არის მასთან და ეს ყველაფერი მის გარშემო ხდება. კიდე ის ადამიანები, მე ყველაზე მთავარი კიდე რა არის? იქ მხოლოდ სტუდენტები არ იყვნენ, იქნებიან მწერლები, იქნებიან აკადემიური წრის წარმომადგენლები. რეალურად შექსპირი და სტურუას შექსპირი აერთიანებს ძალიან ბევრ ადამიანს და შესაბამისად სტუდენტი, რომელიც მოდის და რომელიც ფიქრობს იმის შესახებ, თუ რა არის მაგალითად ძალაუფლება რიჩარდ მესამეში, ხო? ან რა სურს ჰამლეტს, რა არის მისთვის ყოფნა, არ ყოფნა და ეს სტურუასთან კიდევ კარგად არის, ესე ვთქვათ, ნაჩვენები. ის ხვდება, რომ მარტო თვითონ არ ფიქრობს და ეს ფიქრი ამაო არ არის. ის მოდის და მას ელაპარაკება რობერტ სტურუა, მას ელაპარაკება გია ყანჩელი, როგორ ქმნის ის მუსიკას და როგორ იქნება სპექტაკლისთვის მუსიკა. ეს მისთვის, ანუ ეს თქვა სამზარეულოში შესვლა არის, იმ დუღილის, ესე ვთქვათ, ახსნა არის, რომელიც სპექტაკლს თან ახლავს, სპექტაკლის მზადებას თან ახლავს, ხო? და ეს ყველაფერი ამავდროულად კიდე ხელს უწყობს ახალგაზრდების და სტუდენტების დაინტერესებას თეატრის მიმართ, იმიტომ რომ თუ არ მივიდა მაყურებელი თეატრში და თუ არ მივიდა განათლებული მაყურებელი გააზრებულად თეატრში, მაშინ ხო, რა თქმა უნდა ვერ მოხდება გაგება და თეატრის არსებობის წარდგენა. რუსთაველის თეატრი როგორც სახელოვნება და თეატრალური ცენტრი საქართველოში, ხო, იღებს ამ ფუნქციასაც, რომ სპექტაკლებისთვის და სპექტაკლის იდეებისთვის და ისეთი რეჟისორებისთვის, როგორიც არის რობერტ სტურუა, ხო, და მისი სპექტაკლებისთვის, ხო, ერთგვარად მაყურებლები და ახალგაზრდები შეამზადოს, რომ ბევრად უფრო საინტერესო იყოს მისთვის, არ იყოს მხოლოდ აი ერთგვარად როგორც ცნობილია პერფორმანსი, არ იყოს მისთვის სპექტაკლი, რომ მოდის დრო უნდა გაერთოს. რა თქმა უნდა, გართობის ელემენტები არის და ეს ყველაფერი გართობით არის თეატრალურ ხელოვნებაში, მაგრამ რას გეუნება ამით? ანუ ამ ფორმით რას გეუნება? აი ეს არის ზუსტად კომუნიკაცია რომ დამყარდეს მსახიობებსა და რეჟისორსა და სპექტაკლს და მაყურებელს შორის. ეს კონკრეტული პროექტი ზუსტად ამას ემსახურება. ერთი მხრივ, რომ ძალიან სიღრმისეულად შეისწავლონ შექსპირის შემოქმედება, ხოლო მეორე მხრივ ძალიან კარგად დაინახონ ის თუ რა ისტორია არსებობს შექსპირული დადგმების საქართველოში და ამავდროულად ამ ისტორიის გააზრების საფუძველზე მოდის უკვე ახალი იდეები, ხო? რა თქმა უნდა, ნამდვილად ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და თანაც მრავალფეროვანია პროგრამაც და პროექტიც. თქვენ ახსენეთ, რომ თქვათ ვიდეო ჩვენებებიც იმართებოდა რამდენიმე სპექტაკლი. თქვით, თუმცა მაინც საინტერესოა გავამახვილოთ ყურადღება კონკრეტულად რა შაშანდელი პროექტი და წლევანდელი პროექტი განსხვავებული ერთია. პირველი იმითი არის, რომ ტარდება რუსთაველის თეატრში. და რუსთაველის თეატრის თქვათ პატრონაჟით და ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ერთად. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ შაშანდელ პროექტში ხელოვანები იღებდნენ მონაწილეობას, ბატონი რობერტ სტურუა, გია ყანჩელი, რომელიც საუბრობდა მის მუსიკის შესახებ და მის იმ მუსიკაში გააზრებული იდეების შესახებ და მსახიობები, რომლებიც განასახიერებდნენ კონკრეტულ როლებს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე გავიღეთ ესე ვთქვათ ორიენტაცია იმისკენ თუ ავირჩეთ კონკრეტული თემები. ახლა მაგალითად 25-ში ხსნება ეს პროექტი. ჯერ იქნება გამოფენა ჰამლეტის გარშემო, ყველაფერი ჰამლეტის შესახებ, რაც კი რუსთაველის თეატრის მუზეუმშია დაცული, ხოლო შემდეგ იქნება საუბრები. საუბრებში მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიის მსგავსი იქნება, მიიღებენ მონაწილეობას ფილოსოფოსი ზაზა ჩათერიშვილი და მწერალი ზურაბ ქარუმიძე. რის შემდეგაც უკვე ამ დისკუსიის შემდეგ იქნება რობერტ სტურუას ჰამლეტის ვიდეო ჩვენება. ამავდროულად სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლობენ ჰამლეტს. და ეს ყველაფერი, ანუ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ეს ყველა დეტალი, ნიუანსი, საუბარი, თქვათ, ვიზუალი, გამოფენა და სპექტაკლი საბოლოო ჯამში მათში კრავს ერთ სურათს და ეს
და ეს სურათი უკვე როგორი იქნება, უკვე მათ უნდა თქვან. როგორი ჰამლეტი არის. და რას ხედავენ ისინი ამ ჰამლეტში და ჰამლეტის თელს ესე ვთქვათ სამყაროში, ხო? ანუ ამ ყველაფრის შემდეგ მათ თავის კონკრეტული აზრი უყარებდება და ინდივიდუალური დამოკიდებულება. თავარია, ზუსტად ჩარშანდელ პროექტს მოყვა ის, რომ რუსთაველის თეატრში მუზეუმში დაიწყეს სტუდენტებმა კვლევითი ამ კონკრეტულ პროექტის შემდეგ დაიწყეს შექსპირის ესე ვთქვათ დადგმების კვლევები. და მაგალითად რამდენიმე ჩემი სტუდენტი, რა ქვია, ვთქვათ მოხსენებით გამოვიდა ამავე კონფერენციაზე, ისევე როგორც სხვა კონფერენციაზე, რომელიც სტუდენტური იყო და შემდეგ იქ გაიმარჯვეს და შემდეგ უკვე ეს ვთქვათ სამეცნიერო კონფერენციაშიც მიიღოს მონაწილეობა. რობერტ სტურუას ჰამლეტის შესახებ და ზოგადად რუსთაველის თეატრში ჰამლეტის ისტორიის შესახებ მოხსენებით გამოვიდნენ რიჩარდ მესამეზე და მეფელიერსზე. ანუ ეს არის ყოველ თავარი რა არის? არის ის, რომ უკვე ინტერესი გაჩნდა არა მხოლოდ თეატრში სიარულით, არამედ კვლევითი საქმიანობის წარმართვის და ეს საგანმანათლებლო პროექტი, რომელსაც ამ შემთხვევაში რომელიც ჩარშან გაიმართა და წელსაც იმართება, ხო? კვეთს სამ რამეს. პირველი ხელოვნება, განათლება და მეცნიერება. ანუ ეს სამი კომპონენტი ერთიანდება რუსთაველის თეატრში და აერთიანებს სტურუას შექსპირის სამყარო. კი ბატონო, რადგან წაახსენეთ გამოფენა, რომელიც 25 მაისს გაიხსნება, მინდა გითხოთ, ანუ ერთი კონკრეტული დღის განმავლობაში იქნება ეს გამოფენა თუ თქვა შეიძლება 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდეს? კი ბატონო. ეს კონკრეტული პროექტი სტურუას შექსპირის სამყარო გულისხმობს სამ ღონისძიებას. ესე იგი, პირველი, როგორც გითხარით, იქნება ჰამლეტზე და ერთი კვირის განმავლობაში რუსთაველის თეატრის ფოიეში იქნება ჰამლეტის გარშემო გამოფენა. კვირას ეს პროექტი ჩატარდება. მომავალ კვირას, ანუ 1 ივნისს იქნება უკვე რიჩარდ მესამეზე და იქნება გამოფენა რიჩარდ მესამეზე. და შემდეგ იქნება უკვე საუბრები რიჩარდ მესამეზე, ზოგადად ძალაუფლება და ადამიანი, როგორ ხდება ეს ყველაფერი და აქ უკვე დისკუსია უფრო ფართედ წარიმართება, მიიღებენ აკადემიური წრის წარმომადგენლები, სხვადასხვა სპეციალობებიდან, სხვადასხვა მიმართულებებიდან, სხვადასხვა სპეციალისტები, რომლებიც ისაუბრებენ რიჩარდ მესამეში, როგორ არის სტურუას რიჩარდ მესამეში და შექსპირთან რიჩარდ მესამეში ძალაუფლება და ადამიანი და ზოგადად რა არის ის, რაც ადამიანს არის ის რაღაც, რომელიც ადამიანს უბიძგებს ძალაუფლებისთვის. და ამის ერთგვარი ფართე დისკუსია იქნება და შემდეგ იქნება ვიდეო ჩვენება რიჩარდ მესამეს. და ბოლოს დასრულდება უკვე შეხვედრით ბატონ რობერტ სტურუასთან, სადაც შევაჯამებთ, ესე ვთქვათ, მის შექსპირულ დადგმებს და მის დამოკიდებულებას შექსპირისადმი, მის დამოკიდებულებას იმ იდეებისადმი, და საერთოდ მის აზრებს, ძალიან საინტერესო იქნება, ხო? რეჟისორის თვალით დანახული შექსპირი კიდევ სხვა კუთხით იქნება წარმოდგენილი. კონკრეტული დარგის სპეციალისტების მიერ გააზრებული კონკრეტული აზრები ამ სპექტაკლში და შექსპირთან და სტურუას შექსპირთან და შემდეგ უკვე თავად ხელოვანის მიერ დანახული შექსპირი და მისი შექსპირი. კი ბატონო, და მე მინდა გითხოთ თავად სტუდენტების შესახებ, საინტერესოა როგორია სტუდენტების ჩართულობა ამ პროექტებში, თქვენ ვთქვათ რამდენიმე სიტყვით აღნიშნეთ, თუმცა რადგანაც უკვე იყო შარშან თქვა ამ პროექტის პრეცედენტი, როგორი იყო მაშინ ჩართულობა და როგორ გონიათ რამდენად ესე ვთქვათ შეიცვლება და მოემატება, გაიზრდება სტუდენტების რაოდენობა წელს ჩართულობის. როგორ ფიქრობთ, რომ არ ყოფილიყო დიდი ინტერესი სტუდენტების მხრიდან ეს პროექტი განმეორდებოდა და განმეორდებოდა? რა თქმა უნდა, ეს თავისთავად. რა თქმა უნდა, ამ სტუდენტებმა კიდე სხვა სტუდენტებს მოუყვნენ, იმ სტუდენტებმა კიდე რომლებიც მოვიდნენ, კიდე სხვა სტუდენტებს მოუყვნენ და აქ უკვე არ არის ჩართული მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდნენ ამით და ისინი მოდიან რომ გაიგონ უფრო მეტი და გაიგონ უფრო მეტი არა კონკრეტული რეალობის შესახებ, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს და რომლითაც დაღლილია ჩვენი გონება და თვალი, ხო? რასაც ჩვენ მისმენთ მაგალითად ტელევიზიით, საბედნიეროდ რადიოდან კაი რაღაცებსაც ვისმენთ ხოლმე, ძირითადად ტელევიზიით და ასე შემდეგ ესე ვთქვათ, ტექნოლოგიური ეს ვთქვათ
ტექნოლოგიურად ეს ძალიან გადაღლილები არიან ადამიანები, ამიტომ ის ადამიანები, რომელთაც აინტერესებთ იმის მიღმა რა არის და უფრო მეტი რო იფიქრონ და უფრო მეტად რო დაინახონ ის სამყარო, რომელ სამყაროში ცხოვრობენ, ხო? ესეთი ადამიანები საბედნიეროდ განსაკუთრებით ახალგაზრდებში მრავლად არიან და მე ძალიან მიხარია, რომ ეს არ არის მხოლოდ არ არიან ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ მხოლოდ შექსპირს, არამედ ეს არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ შექსპირთან ძალაუფლებას, შექსპირთან ყოფნა-არყოფნის პრობლემას, შექსპირთან სხვადასხვა თემებს, რომლებიც კი ბატონო, და დისკუსიებშიც ასევე აქტიურად არიან ჩართულები კითხვა-პასუხის რეჟიმში. რა თქმა უნდა, ძალიან მომზადებული კითხვები, ძალიან საინტერესო კითხვებით, ამას თვითონ მოწვეული სტუმრები აღნიშნავენ და ისინი კიდევ ორმაგად დამუხტულები მიდიან, რომ ესე იგი დისკუსია შედგა, საუბარი შედგა, დიალოგი შედგა და ესე გამომხრივი ურთიერთშედეგობრივი კავშირია შეიძლება ითქვას და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო ეს ყველაფერი. რადგანაც ბრძანეთ რომ სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა ვთქვათ დასწრების, ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ თავისუფალია ვთქვათ როგორც სხვა უნივერსიტეტებისთვის, ასევე ყველა ასაკის ადამიანისთვის, თქვენ ახსენეთ უფროსი ასაკის წარმომადგენლებიც, რომლებიც ესწრებოდნენ ვთქვათ ამ პროექტებს და ამ მხრივ ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და მრავალფეროვანს პროექტს, რადგანაც ყველას აქვს შესაძლებლობა დაესწროს და მოისმინოს, მიიღოს განათლება და ასე შემდეგ ამ პროექტის ირგვლივ. ჩვენ რადგან საუბრობთ ვთქვათ ამ კონკრეტულ პროგრამაზე და პროექტზე, ასევე გკითხავთ, რადგანაც იყო ვთქვათ ჩარშანაც არის წელსაც, ალბათ რეგულარულ ხასიათს მიიღებს და ზოგადად იგეგმება მომავალ წელსაც და შემდგომში ვთქვათ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება. გაქვთ უკვე რაღაცა ესეთი კონკრეტული გეგმები განსახორციელებლად? კი, აი როგორც აღვნიშნე რუსთაველის თეატრში ძალიან ესე ვთქვათ დიდი ყურადღება ეთმობა ამ მიმართულებით უკვე საგანმანათლებლო პროექტებსაც, რატომ რომ რეალურად ჩართულობა მაყურებლის იყოს არა მხოლოდ ესე ვთქვათ ის რომ მეც ამ თეატრში წავიდეთ და გავერთოთ, ხო, არამედ გააზრებული რაღაც ერთგვარი ჰერმენევტიკული კვლევა მოხდეს და ჰერმენევტიკული აღქმა მოხდეს თავად იმის სპექტაკლის. დიახ, გასაგებია. ანუ მათ გაიგონ ის იდეები, რომელიც მოდის. ხო, ანუ ძალიან ბევრი პროექტი არის, ვთქვათ, მუშა პროცესში შეიძლება ისე ვთქვას. რა თქმა უნდა თქვენს გაიგებთ ამ პროექტებში, ხა არ არ ვიტყვი ამ პროექტებში, მაგრამ ნუ ჯერ აი ეს პროექტი არის წინ, ვფიქრობთ რომ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვევს არა მხოლოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც შექსპირის შემოქმედებას სწავლობენ, არამედ ზოგადად იმ ადამიანების ინტერესს, რომელსაც უყვართ შექსპირი, რომელსაც უყვართ ის იდეები, რომლებიც შექსპირის შემოქმედებაში და რომელსაც უყვართ ან არ უყვართ სტურუას შექსპირი, მაგრამ რა ქვია ამბობენ იმას, რომ იქ ძალიან ბევრი ძალიან საინტერესო იდეებია, ძალიან საინტერესო საკითხებია დაყენებული და საინტერესო იქნება აი დისკუსიაში მათი ჩართულობა, როგორ არის, რანაირად არის, როგორ აღიქვავენ, რანაირად აღიქვავენ და ეს არის ერთგვარი ღია სივრცე, სადაც შეუძლიათ მათ მობრძანდნენ და ისაუბრონ და ესაუბრონ ძალიან საინტერესო სტუმრებს. და ძალიან ბევრი საინტერესო აზრიც გამოიკვეთება ამ დისკუსიის პროცესში, მე დარწმუნებული ვარ. მე მინდა წარმატებები გისურვოთ. თუ გსურთ თქვათ რაიმე დაამატოთ, რაზეც ვერ ვისაუბრეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში, შეგიძლიათ გითხრათ, სანამ დავასრულებთ გადაცემას. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის პირველ რიგში, იმისთვის რომ უფრო მეტ ადამიანს აგებინებთ იმას, რომ ესეთი ღონისძიებები იმართება. და მე იმედი მაქვს, რომ თქვენც მობრძანდებით ჩვენს ღონისძიებას. ძალიან დიდი მადლობა, დიდი სიამოვნებით, კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ და იმედს დავიტოვებთ, რომ მომავალში განსახორციელებელი პროექტების და პროგრამების შესახებაც ჩვენ კვლავ ვისაუბრებთ ბოლგრადიოს სტუდიაში თქვენთან ერთად. და კვლავ გვეწევით სტუმრად სხვა ძალიან ბევრ საინტერესო პროექტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ჩვენს მსმენელს კი შევახსენებ რუსთაველის თეატრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო ინტელექტუალურ და სახელოვნებო პროექტს სახელწოდებით სტურუა შექსპირი. პროექტი უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს ეძღვნება და სწორედ ამ პროექტის შესახებ საუბრობთ ჩვენს დღის სტუმართან ერთად. ეს ადამიანი გახლდათ პროექტის ავტორი და მოდერატორი, ფილოლოგიის დოქტორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მრჩეველი, საგანმანათლებლო სამეცნიერო საკითხებში დავით მაზიაშვილი. ეს დღის სტუმარი იყო. მე დროებით დაგემშვიდობებით და სულ მალე შემოგერთდებით. დღის სტუმარი